ბრიტანეთში შარიათის სასამართლოებს ესხმიან თავს. თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გამოიყურება ეს ვიდეო თქვენთვისაა. გამარჯობა ბატონო. შეგვიძლია შევხედოთ შარიათის სასამართლოს? არა, ნამდვილად არა. ბიჭებო, უნდა წახვიდეთ. უნდა დავრეკო, გთხოვთ. ბატონო, არ შემეხოთ. კი, ბიჭებო, აქ ვერ იქნებით. კარგი. არ შემეხოთ. ეს შარიათის სასამართლოა. ის პირდაპირ იქაა. უბრალოდ სწრაფად გვინდა ვნახოთ. სანახავი არაფერია. ეს უბრალოდ ოფისია. უბრალოდ გვაჩვენეთ. ეს არის შარიათის სასამართლო. შემოდით სასამართლოში. სამართლოში. 4 თეთრკანიანი მამაკაცი იღებს სასამართლოს, ჩვენს საკუთრებას. აქ გვაქვს საიდუმლო დოკუმენტები. ისინი აქ ვერ იქნებიან. ეს არის შარიათის სასამართლო. ესეთი 85-ზე მეტი არსებობს. ისინი მუშაობენ და აშენებენ პარალელებურ სამართლებრივ სისტემას, რომელსაც დროთა განმავლობაში კანონმდებლობით უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევენ. დიახ, ჩვენ ვაპირებთ წასვლას. უბრალოდ გვინდოდა ამ შარიათის სასამართლოს ნახვა. გააზრებული აქვთ ადამიანებს, რამდენად საშიშია შარიათის კანონი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს იციან, რადგან ისინი სრულად ფუნქციონირებენ დიდ ბრიტანეთში. და როცა ამას გავაკეთებთ, შემდეგ ყურადღებას მივაქცევთ ბრიტანეთში მსხოვრებ ადამიანებს, როგორც თქვენ არ მიშნეთ, ვინც სოციალური დახმარებით სარგებლობს, რომლებიც ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გადასახადის გადამხდელებს უზარმაზარ თანხებს დაუჯდებათ. ვინც არ მუშაობს, ვინც კულტურულად განსხვავდება ჩვენგან, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს საკუთარ რელიგიაზე, ქრისტიანულ რელიგიასთან შედარებით. ისინი ფაქტობრივად ცდილობენ, რომ თავიანთი სამართლებრივი სისტემა სრულიად ნორმალურ სამართლებრივ სისტემად აქციონ გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ ეს ძალიან საშიში იდეებს ავრცელებს. და სულ უფრო მეტად ცხოვრობენ პატარა ჯგუფებად, იმ ადამიანებისა, ვინც არ ინტეგრირებულ, რომლებიც შარიათის კანონებით ცხოვრობენ და აქვთ საკუთარი სასამართლოები. მათ აქვს საკუთარი სასამართლო, შარიათის სასამართლოები, დიახ. პარალელური სამართლებრივი სისტემა. კარგი, ანუ ეს არის ბრიტანეთის მთავრობის მიერ არაღიარებული პარალელური სამართლებრივი სისტემა, რომელიც არსებობს ინგლისში. ამას იტანენ. ასე რომ ისინი ამის შესახებ იციან. Yes. და მათ იციან იმ სასჯელების შესახებ, რასაც ეს სასამართლო აწესებს. ისინი ეს უფრო გავს იმას, რომ ისინი თავიანთ ხალხს თავიანთი კანონებით აკონტროლებენ. და ისინი უბრალოდ ამის უფლებას აძლევენ. ისინი ამის უფლებას აძლევენ. გაერთიანებული სამეფო ამის უფლებას აძლევს. მოდი ვნახოთ კიდევ როგორები არიან ისინი. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ რა ხდება აქ. აქ იჯდება მოსამართლე, ხოლო აქ დაპირისპირებული მხარეები დასხდებიან. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი სისტემა ამ ქვეყანაში. მე არ მესმის რატომ აშენებთ ამას. კარგი, არ შემეხოთ, გთხოვთ. გთხოვთ, არ შემეხოთ. დიახ. კარგი, ჩვენ წავალთ. ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა გვაქვს. თქვენს ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა გაქვთ. და მეგობრებო, უბრალოდ შეგახსენებთ ყველა ჩვენს ამერიკელს, კარგი? ყველა ამერიკელს, ვინც ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს პრობლემაა, ნუ იქნებით სულელები, მოусმინეთ ამას. შარიათის ნაწილია მეზობლების მოვლა, შარიათის ნაწილია მშობლების მოვლა, შვილების მოვლა. ეს შარიათის ნაწილია. მათ ძლიერი ოჯახები აქვთ. შარიათის ნაწილია უზნეობასთან ბრძოლა, შარიათის ნაწილია ქანასწორობისთვის ბრძოლა. შარიათი ღვთისგან მოცემული მშვენიერი გზამკვლევია. მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი მას არასწორად იყენებს, ჩვენ ვადანაშაულებთ ამ ადამიანებს, მაგრამ არა შარიათის კონცეფციას. მაგრამ ეხლა ეკითხო. ზოგ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს. შარიათი მოდის აშაშაშში. კარგი. ეს არის შიში. და მე ვეუბნები მარ, არ შეგეშინდეთ. შარიათი არ დობის აშანოსტოში. და მისესი, რატომაც ის არ მოდის აშშ-ში, არის ის, რომ ის უკვე აქ არის. კარგი? არ შეგეშინდეთ, როცა ხალხი ამბობს, რომ შარიათის კანონი მოდის, ის არ მოდის აშშ-ში, რადგან ეს სიმართლე არ არის. ის არ მოდის აშშ-ში, ის უკვე იქ არის. ეს ტეხასში ხდება თქვენთვის, ყველა მშვენიერო ადამიანო, ვინც ფიქრობთ და გონიათ, რომ ეს თქვენი პრობლემა არ არის. ეს თქვენი პრობლემაა. გააცნობიერეთ, არავინ ესმის, რატომ აშენებთ ცალკე სამართლებრივ სისტემას. აქ არ არის წრე, რომელიც გეუბნება თქვენ თქვენ საკმარისი ხარ. ჩვენ უგუნურნი არ ვართ. თითქოს ამბობთ, რომ იქ რაღაც მაგარი დაინახეთ თქვენ. თქვენ მას სასამართლო უწოდეთ. რატომ იყავით ისევ ასე? თქვენ მას სასამართლო უწოდეთ. ხო, ისინი უბრალოდ იწერენ. ისინი შესასვლელთან არ არიან. ვიცოდი, იქ იქნებოდი. იცი რომ ავტობუსებში ვარ. დაუსაჯერებელია. კარგი, ანუ შემიძლია შენ სახლში შემოვიდე, თუ კარიღია. ეს სახლი არ არის, ეს მაღაზია, შარიათის სასამართლო. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებდით. ჩვენ არასდროს შემოვიდოდით თქვენ სახლში. მე დაგელაპარაკები, კარგი. მიხარია რომ გესაუბრები. უბრალოდ სადღაც ვდგავარ ახლა. კარგი, არა უშოს. რატო აშენებ? მოусმინე, მე არ ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა შეიჭრას სხვა ადგილებში და გულწრფელად რომ თქვა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს ჰქონდეთ რელიგიური სასამართლოები. ერთადერთი რამ არის, ასე უნდა იყოს. ის უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის სამართლებრივ სისტემას. ასე უნდა იყოს. ის ვერ იქნება ცალკე ერთეული, რადგან მაშინ გვეყოლება რელიგიური ჯგუფები, რომლებიც უბრალოდ იგონებენ რაღაცებს და ადამიანებს საშინლოდ ექცევიან. რაც არ შეიძლება, რაც ზუსტად ისაა, რასაც შარიათის კანონი აკეთებს. რატომ აშენებთ ცალკე სამართლებრივ სისტემას ამ ქვეყანაში? უბრალოდ განაგზავნოთ ჩემს შეწყვეტას. კარგი, ჯერ ასე დამიშავოს კითხვა. 85 მათგანი.
85 მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში. საჭიროა. ისინი თეთრებში არიან. ან ეს არ არის სხვა ეკოსისტემამ უნდა გაიგოს, რომ რელიგიურ თემებს, როგორიცაა ებრაელები, აქვთ საკუთარი ორგანიზაციები, როგორც ანგლიკანებს აქვთ ანგლიკანური სასამართლოები. ჩვენ შეგვიძლია ნათლად თქვა, რომ ანგლიკანიზმი არის სახელმწიფო ამის რელიგია. უფლება გვაქვს. ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ინგლისის ეკლესია არის მთავრობის ნაწილი, სახელმწიფოს ნაწილი. და ებრაული თემები, მათაც თავისი აქვთ. ხო, დახურეთ ყველა რელიგიური სასამართლო. ისინი ამ ქვეყანაში საჭირო არ არის. მან ამას უბრალოდ სასამართლო უწოდა. სასამართლო არის სასამართლო. არის საბჭო. არ ვეთანხმები ამას. ვფიქრობ, ნებადართული აქ კონდეს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სამართლებრივი სისტემები, მაგრამ ეს სამართლებრივი სისტემები სრულ თანხმედრაში უნდა იყოს. ისინი არ შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სამართლებრივი სისტემისგან, რაც დიდ ბრიტანეთშია. ან არ შეიძლება შარიათის სასამართლოს კანონმა დაუშვას გოგონას გათხოვება 9 წლის ასაკში თუ დიდ ბრიტანეთში კანონით გათხოვებისაბის ასაკი 9 არ არის. აი აქ მაქვს პრობლემა. სხვა საქმეა თუ გსურთ თქვენს რელიგიურ სისტემაში თავად გადაწყვიტოთ, როგორ გაანალიზოთ სხვადასხვა სიტუაცია და გამოიტანოთ ვერდიქტები. ებრაელებიც ასე იქცევიან, ბევრი ადამიანი ასე იქცევა. არსებობს მრავალი სხვადასხვა რელიგიური გაერთიანება, რომლებსაც ამის უფლება აქვთ, ეს ნორმალურია. უბრალოდ აქ ეს არ ხდება. ეს უბრალოდ სიტყვებით თამაშია. ეს უბრალოდ მოტყუებაა. ამას ასე ეძახიან. ასეთი 85-ია. მედიაში ამას შარიათის სასამართლოებად მოიხსენიებენ. რომ იმისთვის რომ სასამართლოდ არ ჩაითვალოს, მას საბჭოს უწოდებენ. როგორც არ უნდა იყოს, აი ესეა. შარიათის სასამართლოები ყველგანაა, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 85-ია. ისინი მოდიან, ვრცელდებიან შეერთებულ შტატებში და ამ ყველაფრის აზრი ისაა, რომ მათ შეეძლოთ საქმეების პირადად და კონფიდენციალურად მოგვარება, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ თავი დაიცვან იმის გარომ ჩვეულებრივმა სასამართლოებმა იცოდნენ რა ხდება. ეს საშიშია, ეს შემაშფოთებელია და ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.